ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, ჯერ ჩვენ სტუმრის გარეშე დავიწყებთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა სტუმარმა ყურადღებით გვისმინოს, რომელიც ახლა საგრიმეროში არის, თემა გვაქვს ასეთი მომზადებული. ვაძლევთ თუ არა საკმარის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ჩვენს ბავშვებს. ვზრდით თუ არა ისე რომ მათ ერთჩვენიერ დღეს შეძლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, დამოუკიდებლად ცხოვრება და ასე შემდეგ. ვზრდით თუ გავზარდეთ ჩვენზე უკვე. როგორ ვზრდით და გავზარდეთ, ჩვენ როგორ მოგვექცნენ და როგორ გავზარდეს და ჩვენ როგორ გავზარდეთ ჩვენი შვილები, იმიტომ რომ კარგი თემაა, იმიტომ რომ ძალიან სუბიექტურია აღქმა თავისუფლების, ეს ერთი და მეორე ყველა რაღაცნაირად თავისებურად უფრთხილდება თავის შვილს, თავის თავს პირველ რიგში და ასე შემდეგ. მე პირადად თავისუფლად გავზარდე ჩემი შვილი. სულ ვიძახი რომ ჩემი შვილი არის ზარმაცი დედის ნაყოფი და ახლა რატომ? სულ პატარა რო იყო მუშაობდი ძალიან ბევრ ძიძა არ მყავდა, დამხმარე იმ წუთა სახლში არ მყავდა და თქვა წყალი მინდა იტყოდა. დედი მიდი მიადგი მსკამი, მოუში ონკანი, ჭიქა იგდევს დალიე. ანუ რაღაცნაირად ისე მოხდა. არ ვაწვალებდი. მსკამი მიადგი კი მედადგი წერიაპები ჩაიცი წერაკი და. ბიჭო, ადამიანია. აი, ხურები რა იყო? არ მაყურებელი ხა გაიგებს ისე რომ თითქოს ვატერორებდი. პირიქით გასართობს ვაძლევდი. იმიტომ რომ თანამედროვე დედები უკვე ზუსტად ამას მე ჩემს შვილს ელენეს რო უთხარი ეხლა ათლეს იყო რომ ჩაი და მესხიბეთ კი სტრასბურგში გიჩვენებო მეთხრა 27 მუხლის კონვენციით ვენეციის. ართან ერთობოდით რა, მაგრამ ნუ ესე მითხრა. არაფერი, ზოჩეულებრივად. არა, ეს უკვე შედეგია. მეც ეგრე ვიყავი იდეაში. როგორც მე ვიყავი, ისევე ვექცეოდი მე ჩემს შვილებს. თავისუფლად არა. ძი მარტო აქ მოქცევაზე არ არის. მაშინ სხვა დრო იყო ეხლა ჩვენ რო ვიზებოდით. თალსახად სხვა დრო იყო და ბევრი რამე შეიცვალა იმ დროის მერე, მამის როლი შეიცვალა, კაცის სწრაფოები და მიზნები შეიცვალა, ქალები გავძლიერდი და ასე შემდეგ. აქ საუბარია დამოუკიდებლობაზე. რამდენად დავფოფინებთ ჩვენს თავებს, ვერთფრენი მშობელი არსებობს ესეთი, რომელიც ნანუკა არის. ჰელიკოპტერი დიახ, რომლებიც ამოსულ თქვის საშუალებას არ აძლევენ ბავშვს. მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არ შეწუხდნენ შემდეგ ბავშვის პრობლემებით. ესე ახსნილი ჰელიკოპტერი მშობელი. შენ ხარ ჰელიკოპტერი, ორ ბავშვს დაფრიალებ. მე ბოინგი დიდი. ხო. იცი რა არის ძალიან ვცდილობ ნანუ, შენ სწორად იცი, ჩვენ მეგობრობ და შენთან დამალული არ მაქვს ჩემი ეს რაღაცა მეთოდები და ჩემს ემოციებს გიზიარებ და ზოგადად გუცვლად მიყვარს ხოლმე ჩემს დანაშაულებებზეც ლაპარაკი, მართლა ეგრე არის. ანუ ძალიან ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე, რომ ყველაფერზე თითო დაცემაზე, თითო წაქცევაზე, თითო რაღაცაზე ეს ჩემი ემოციები, რაც მინდა რომ გამომავლინო და მართლა თვითფრინავი ვითავზე დავაფრინდე, რომ ცოტა მოვთოკო, მაგრამ მთელ რიგ რაღაცებში ვიცი რომ ვერ გიფიქრია, რატო აკეთებ ამ ყველაფერს? სიღრმისეულად გიფიქრია? ეგოისტურია. აუცილებლად ეგოისტურია, თავისი დაკმაყოფილებული უნდა კონდეს, რომ ბავშვი ესე იგი არ დაეცა. უნდა დაეცეს ბავშვი. ესე რომ და ეს თემა ამაზე მივალ აუცილებლად გუშინ წინ ამ თემას რო განვიხილავდით ჩვენს ოთახში. მოკლედ ჩვენ ყველა ერთად გეგმავთ ხოლმე გადაცემას, სტუმრიან, თემიან და ასე შემდეგ და რომ მივადგით თემას, ეს თემა ავირჩიეთ ერთი უბრალო მიზეზის გამო. ამ ბოლო დროს ბევრი მშობელი ღელავს იმიტომ რომ მათი შვილები არიან შეკრებაზე, ზოგი გუდაუში, ზოგი ბაკურიაში, ისინი იქ არიან დამოუკიდებლობა, ზოგს ტელეფონი აქვს გათიშული, სტომა არ არის და გადავწყვიტეთ რომ ვისაუბროთ ამ თემაზე და უცებ ნანუკას გადაემართა, იცით ხალხო? კამათი მოგვივიდა სერიოზული. ეს ხო არის, ყველა მიცით ეს ჟესტი, სხეულის ენა ხალხო? ნერვიულობისგან ეს ორი ხელი ისე ამოატრიალა, რომ მეგონა სახსნებში დაილეწოდა. მე არ გავუშვებ ჩემს შვილებს. არ ვიყავი რა. ვაი მე ვერ გავუშვებ. და რატო ვერ გავუშვებ? არა, ნახე როგორი რაღაცა. შეკრებაზე. ჯერ ჩამოვყალიბდე და ვთქვათ, რომ ჯერ ჩემი ბავშვები არიან ძალიან პატარები. 1 წლის და 2 წლის. ჩვენ საუბრობთ ამ ადამიანებზე, რომლებიც ახლა იწყებენ ვერ გავუშვებ, ვერც 4-საც ვერ გავუშვებ და ჯამში არიან 3-ის. აკი, ნახე, არასწორად გაიგეთ თემა, ნანუკა. კარგად მომისმინე. 1 წლის ბავშვს თვალსახად ვერცად ვერ გავუშვებ. აქ საუბარია შენს დამოკიდებულებაზე. შენს აი ამ დამოკიდებულებაზე, რომ ცუდად ხტები, როდესაც 1 წამი აკლდება ყურადღება. მართლა, მე აი ნახეთ ეს დამოკიდებულება, მაგრამ ესეთი რომ ძინავთ ორივე, აი ხო შეიძლება რომ აი გაიყვანოს მამამ და დააძინოს. ანუ მგონია რომ მაშინაც ვაკლებ რაღაცას. ანუ მე მინდა რომ დავაძინო, მე მინდა რომ რაღაცა დავაკეთო, მე მინდა
იყოს დააძინეს იმასაც. კახაკაშიაც კაი მიძინებული ხავს იმის ზურგზე ბრახული. მე მინდა რომ რატომ მინდა? გიფიქრია ამაზე? ჩემი რესურსი მინდა რომ იყოს თავი და კაი, ერთი წუთი მომისმინე, უყურე, მე ვარ დედაშენი. არა, უყურე. აი ძალიან მინდა რომ ყველაფერი კარგად გქონდეს. მანახე ხო ეს კარგად გაქვს, შემომხედე? არა, ამას. მანახე. აი ამას უკეთებ შეშვილებს, მანახე. მანახე. ხო, კარგი, ადექი ეწო, ჩქარა. აი მე ხარ ხო არ ცივა, ჩატანიებული გაკარგა, ანუ იცი რა არ მოხვიდე ხა იცოდე. არა, მე მაგალითი. ხო და თებთან არ მოხვიდე. არა, ამას უკეთებ შეშვილს. უკეთებ ამას ჩემ შვილს. ამ რაღაცებს მინდა რომ გავუკეთო, მაგრამ ჩემს საკუთარ თავს რაღაცებს მართლა შენთანაც მოვალ. მართლა ძალიან ბუსმენ ჩემს პედიატრ მენტორს ბევრჯერ ვახსენებ ხოლმე, რომელიც მეუბნება როგორი დოზით თავისუფლება უნდა მივცეთ, მაგრამ ის რომ მე ესე კრუხი დედა ვარ და კრუხივით მაინც სულ მინდა რომ აი თვალში მყავდეს ბავშვები და ანუ მართლა ეხა სანამ ეს თემა რომ მოვამზადეთ მე რა სახში რომ ვიჭექი ანუ ვაკვირდებოდი ჩემს თავს და აი ნახეთ ძალიან პატარა ესეთი მისაღები ოთახი გვაქვს, სადაც აი სამზარეულოც კუთხეც არის და ბავშვებს თავისი ხალიჩა აქვს, სადაც სათამაშოები აქვს. ანუ ამ ხალიჩის სივრცეს როგორც კი ცდებიან, თან უკვე ორ-ორად დაიწყეს სიარული, ბიჭი მინდის, გოგო მიყვება უკან და აი როგორც კი მიდიან და აი სამზარეულოს მაგიდასთან აღმოჩნდებიან, ანუ იქ არაფერი საფრთხის შემცვლელი არ არის. ერთი კითხვა მაქვს, ნახე? აი ნახეთ გული შფოთავ რომ იქ ვერ ხედავ, ხვდებით იქ რა ხდება, ვერ ხვდები. მესმის, მაგრამ ანუ კარგად ვერ ხვდა. ნინა იკუნა და თუ პასუხი არ არის წამში, უკვე ჩემი ფანტაზია მიდის, რომ იქ რაღაცა ისეთი ხდება, აქ ვერ საუბრობთ, აი იმის, ანუ ვერ ვარ თავისუფლად, თუ ჩემი თვალსაწიერის თვალწინ არ არიან ბავშვები. აი, თუმცა, მე მინდა რომ აი მართლა გულწრფელი პასუხი გამცე. დიახ. რა არის ამ ყველაფრის საფუძველი? ცხადია რომ გიყვარ შენი ბავშვები ამაზე არ დაო. არ მინდა რომ და ცხადია რომ უსაფრთხოება არის ყველაზე დიდი საზრუნავი მშობლების, მაგრამ რა გაკეთებინებს ამას, რატო ზღუდავ მათ? აი ამას ვაკეთებ, რომ მეშინია რომ რაღაც არ დაიზიანონ, რაღაცა დანა არა იყონ, იქ რაღაცა ის არ მოხდეს, არ დაამტრიონ რაღაცა და უცებ მე მათ გვერდით არ ვიყო. აი მაგ ეს შფოთები ხარ. ნუ ერთ მაგალითს მოგიყვები. მე ვიყავ ძალიან პატარა, როდესაც დედაჩემმა სპორტ სკოლაში მიმაბარა აღმზრდელებს და თანატორებს. ჩემთან ერთად იყო პატარა ბავშვი, რომელიც ზუსტად შენი სტილით აღზრდილი იყო. ანუ როგორც კი 2 მეტრი რადიუსით მოეფარებოდა, დედა ისტერიკაში იყო. შფოთავდა. ესეთ შვილს 6 წლის ასაკში მშობლებმა გამოატანეს დიდი არზა წერილი. ასე იწყებოდა. ბავშვს არ ჩააცვათ შალის წინ და ალერგია აქვთ. ძილის წინ აუცილებლად 37 გრადუსი წყლით ჩაბანეთ. დილით აუცილებლად დედას გეფიცები. აი ეს არზა ასე ეწერა. და პირველივე დღეს როგორც კი ჩავედი და შევედ. არა, ნუ დიდი ხნით დავდიოდით, შევედი. არა, ის შობელი არ ჩამოდიოდა, მერე ეგეთ ჩამოდია. აი წესები არ არის. ეგ ძალიან. მაგრამ სხვა რამეს ვამბობ. აი ეს არზა, რომელიც მართლა ამის გარეშე ეს ბავშვი 6 წელი არ არსებობდა, მწვრთნელებმა დახიეს, გადაყარეს და უთხრეს, შვილო, შენ დღეიდან ხარ ჩვენიანი. ამათთან ერთად იბანავებ, ამათთან ერთად გაიღუძებ, ამათთან ერთად ჩაიცვავ შალის წინას და ამათთან ერთად გაიყინები. მას შემდეგ ამ ბავშვს არც ალერგია ქონია ფეხზე, ცხადი ალბათ სტრესი იყო, იმიტომ რომ მისთვის ეს დამოუკიდებლა იყო, ძალიან ახალი, მიჩვეული იყო. გაიღუძებდა თუ არა, ფინჯანი ჩაის ახესთან ქონდა, ნაბანავები არ იყო, დედამისი პირსახოცით გვერდზე იყო, ფეხი გამშრალებული არ ქონდა, მამას წინდები ჩამოცმული და ბავშვი საერთოდ მოუზადებელი. რა ცხოვრება? ბიჭო, დიდი რო ხარ და ეს ყველაფერი იცი, კარგია, მაგრამ ნანუკას მოეწონა. მაგრამ ვერ დამასინდისა. ერთი კითხვა მაქვს. საბოლოოდ რატომ ზრდი ბავშვებს? რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? აღზრდისას. ნახე როგორ არის, მე თვითონ. არ მინდა ნახე როგორ არის და ერთი წამი გაგცე ხარ, ცელი პასუხი გინდა ჩემგან მე ვიცი. მე თვითონ გავიზარდე ძალიან თავისუფლად. მაუგლი ბავშვი ვიყავი, თავისუფლად მზრდიდნენ დედაჩემი და მამაჩემი პატარა ასაკის იყვნენ, ერთი წამი ძალიან თავისუფლად გავიზარდე, მაგრამ აი 18 წლამდე სულ აი ესე ვიდეო თვალივით დედაჩემი ან მამაჩემი ან ვიღაცა მახლდა მათი ყოველთვის, ვინც მუდმივად მეთვალყურეობდა და ვინც მუდმივად სად მივდივარ, როგორ მოვდივარ, ასე შემდეგ. აი სხვა კითხვა დაგიშვი. მე არ ყოფილა რომ აი თავისუფლად დამოუკიდებია. სხვა კითხვა დაგიშვი, შენ შვილებს ნახე,
ჩემს შვილებს პირველ რიგში 1 და 2 წლის შვილი მყავს და მათი უსაფრთხოება არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ზე გადაჭარბებულად გასრულებ ხუთოსნურად სხვათა შორის ყველა იმ მითითებას, რომელიც არის გრილად იყოს ბავშვი. ისევ არ მცემ პასუხს. და საბოლოო მიზანი არის ის, რომ რაც ჩემი გასაკეთებელია, რომელ ასაკამდეც, რომ ბავშვს ყველაფერი მისცე და ბავშვს ყველაფერი უნდა მისცე საწყის ეტაპზე, 4 წლამდე და 5-მდე, 6-მდე, 7-მდე თუ 8-მდე. ნანუკა, ვაიმე, ჩემი შვილი და მე ვართ მოსულები, ბავშვი, ექიმს რო ეუბნება. რამდენი წლისაა ბავშვი? 40-ის. რატო უშავებ შენ შვილებს? ერთი კითხვა მაქვს, კიდევ ერთი. შენ მაინც არ მცემ პასუხს, ვცდილობ რომ მეგრულად მან მანიპულირებით. რატო ზრდი ბავშვებს? ერთი პასუხია. იმიტომ რომ იყვნენ ბედნიერები, დამოუკიდებლები, იცოდნენ კიციც, კიცმაწულიც. კაი, მაშინ მეგერები. ზიმ, აკი. მე მაგალითად ძალიან ბევრი ვიფიქრე. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ გვისმენს ადამიანი პროფესიონალი, რომელიც აფასებს ჩვენს გამოცდილებას და შემდეგ იტყვის. არა, რომელიც ცოტა ხანში შემოვა და უკვე პროფესიონალი გვეტყვის, სად რა დავაშავეთ ჩვენ ორმა კონკრეტულად და შეიძლება თქვენ არ დაგიშავებთ. რაზე მაქვს ლაპარაკი? ერთ დღეს მე თვითონ დავფიქრდი, რომ ან რატო უშლი რაღაცებს, ან რატო აძლევ თავისუფლებას, საერთოდ რა მინდა, ანუ რა მინდა მივცე ამ ბავშვს და მივხვდი ერთ მარტივ ჭეშმარიტებამდე მივედი. მე ჩემს შვილს უნდა ვასწავლო დამოუკიდებლად ცხოვრება. დამოუკიდებლად ცხოვრება ნიშნავს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას, დამოუკიდებლად ადგომას, დამოუკიდებლად სტრესის გადახარშვას, დამოუკიდებლად ფულის შოვნას და ასე შემდეგ. მე თუ ყველა ჯერზე ვერთფრენივით თავზე დავფრიალებ ჩემს შვილს, მე მას იმუნიტეტს ვაცლი ბრძოლის. მას ბრძოლის უნარიანობა აღარ აქვს. იცის რომ მე თუ პატარა 2 კილომეტრით იქით წავალ და დაცემას დავაპირებ, ნანუკა გულოა მოხანდება და ბალიში დამიფეს. მე არ ვაძლევ ჩემს ბავშვს თვითონ გაძლიერების საშუალებას. და შემდეგ უცებ ერთ დღეს, როდესაც მარტო დარჩება, მე სულ ჩემს შვილს ვეუბნები ბავშვობიდან. დედიკო, მე რო უცებ მოვკვდე, შენ მინდა რომ ყველაფერი იცოდე, იმიტომ რომ შესაძლებელია მოგიციოს ცხოვრებაში ბევრი რამის კეთება. ამიტომ მე ვთვლი, შეიძლება არა ვარ სწორი, შეიძლება ძალიან ცუდი დედა ვარ და გასაკითხი ვარ ამისთვის, მე ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩემს შვილს ვასწავლო დამოუკიდებელი ცხოვრება. და ერთ სიტყვით ამამად მე ის მას ვასწავლე. 21 წლის არის და მე არ ვაგე პასუხს მის არაფერზე. ის დამოუკიდებელი ადამიანია. ვეხმარები ყოველთვის. ვერ. მაგრამ ძიმ, ვეხმარები ნებისმიერ დროს, იმატერიალურად, მაგრამ ცალკე ადამიანია. ეგ შეულებრივი ამბავია. ამისთვის არა. დიდ ადამიანზე მე არ ვიცი, სამომავლოდ ვერ ვილაპარაკებ. ნამდვილად მაქვს პოტენციალი იმის, რომ შენ როგორც ამბობ, რომ წაქცეულს მივაწოდო ბალიში და იქვე აღმოჩნდა და გავსრიალდე და ნამდვილად ვარ ეგეთი დედა, მაგრამ ჯერჯერობით ვსაუბრობთ 1 და 2 წლის და 3 წლის ბავშვზე, რომელსაც ვერანაირად ყველა მაპატიოს, ვერანაირად ვერ მიუძღები ესე რომ არ არის ამასაგზე ლაპარაკი. ამასაგზე არ არის ლაპარაკი. შეულებრივი ამბავია. იქიდან იწყება, ნუ რაღაცა დამოკიდებულება, იქიდან იწყება, მაგრამ ხო, კაი, ერთი მარტივი მაგალითი მაშინ. 6 წლის გახდა შენი რომელიმე სულ ერთია ბიჭი გოგო და გეუბნება. გახდება და მე მალევე კაი, თქვა ნინას არ მოუნდეს. კაი, ნინა გეუბნება, დე მთელი კლასი მიდის შეკრებაზე გუდაურში ამ ბაკურიაში, მარტო. 6 წლის ნინა მეუბნება. 6. უკვე 10 დღით. მე 5-ის ვიყავი რომ წავედი, ჩემი შვილის 5-ის გავუშვი. და არა მარტო მე, ჩემთან ერთად 80 ჩემი ტოლი ადამიანი იყო და ჩემს შვილთან ერთად 200 ალბათ. ვერანაირად ვერ მოვისმენ 6 წლის ნინასგან, რომ მის 10 მეგობართან ერთად. მეგობართან მარტო არა. იქ არის მწვრთნელი. იქ იქნება ახლა გამოძიებული, რამდენი მწვრთნელია. არა, გამოძიებას არ გეკითხები. რამდენი შეხედავს ჩემს შვილს და მე თუ ბიჭო, ნუ ასე, ნუ პასუხო მეგრულად. პირდაპირ იქნება, ან გავუშვებ, ან არა. პირდაპირ მითხარი, კი თუ არა. პირდაპირ ვერ გეტყვი. თუ შეკითხვა დამისვე მე რომ ნინა და თავისი 10 მეგობარი მიდიანო, ეს საერთოდ გამოვრიცხე ხლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ შენ თუ მეუბნები რომ იქ რაღაცა მწვრთნელები არიან, მენტორები არიან, ფსიქოლოგები არიან, მენტორი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი ხა მოინდობა. 6 წლის ნინა ვერ გავუშვებ. აი ეს თუ მინდა პირდაპირ პასუხი. და როგორ აუხსნი? არა, შენ ეგრე შენ არ იცი ჯერ 4 წელი უნდა გავიდეს. ვიცი დიმა ვერ გავუშვებ. მე რას აუხსნი? ნინა დედა, ჩემო სიცოცხლე, ჩემო სიყვარულო. წაგიყვან, შენ რო გული არ დაგწყდეს, აუცილებლად წამოვალ. მეც თუ ხელს არ შეგიშლი ახლა, იქ ვიქნები, ყველაფერს მოგემსახურები, თქვენს მეგობრებს გავართო, მეც წამოყვდი. არ უნდა შენ შვილს დედასთან ერთად. 6 წლის ნინას არ უნდა დედას. ვერ გავზრდი ეგრე ვერ მოვიცავი.
8 წლის ნინა გეუნება მივდივარ მარტო 12 რა ჩემი არჩენი 12-დან დავიწყო ეს 12 შეეშინდა ეხა ატაკის შეეშინდა 12-ის მაგრამ 32-ია რეალურად დედას გეფიცები არა მართლა მე მინდა რომ ჩემი შვილები ან ჩემი მამა შენი შვილი რატო გააჩინე წყალი რომ მოგაწოდონ სიბერეში აბა ჩემი შვილი და წყალი რომ დაუხო ჩემი შვილი გავზარდო ჩემი შვილს მინდა რომ მივცე ყველაფერი რა არის ყველაფერი რა ქვია დაწყებული კომფორტიდან მისი რაღაცა ჯანმრთელობის კომფორტიდან დაწყებული შევუქმნა ყველაფერი განათლება მივცე მე ფუნდამენტური მაგაზე არ მაქვს საუბარი ჩვენი ვალია მშობლების ბავშვს მივცეთ ღირსეული განათლება შევუქმნათ უსაფრთხო გარემო მაგრამ ჩვენი ვალდებულება არ არის ტვინი წაუღოთ ჩვენი არსებობით ვის ვერ წავუღებ როცა ის იქნება უკვე იმასაკში როდესაც მარტო შეუძლია და სანდო არის თავის დაცვას შეძლებს მის ანუ მე მაგ ყველაზე დიდი როდესაც მივხვდები რომ შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, როცა მივხვდები რომ უსაფრთხოა მისთვის ჩემს გარეშე, სადღაც ყოფნა და მამამისის გარეშე, სადღაც ყოფნა. ერთი კითხვა, მე არ შემიძლია ამ გოგოს კითხვიდან რაღაცნაირად აცდება ხოლმე. პასუხი და ასე ეს რომელსაც იქნება 12-ის გახდეს ეგეთი. მომისმინე. შენ თუ მუდმივად გეყოლება მეთვალყურეობის შეყვეშ, არასოდეს არ გეცოდინება დამოუკიდებლად ის რასიზმს. მეთანხმები ამაში? არ არის ეგრე, მეც მუდმივად მეთვალყურების ქვეშ ვყავდით ჩემს მშობლებს, მაგრამ 18 წლიდან რომ წამოვედი თბილისში, სამჯერ არ მირეკავდა დღეში დედაჩემი. ვიყავი უკვე სანდო, ვიყავი უკვე ისეთი. გამოეშვება იქნებოდა? გამომიშვებდა და მეც გავუშვებ ყველგან ნინას. მაგაზია ლაპარაკი გაშვებამდე არ შემიძლია 3 წლის ბავშვი რომ მისი ნება არ გვაქვს გოგო 3 წელზე ლაპარაკი მუჩაიხვიე. 4 წლის გაუშვეს უკვე მე 4-ის ბევრი უშვებს ხოთაშორის. და ევროპაში იცვლება როცა შედის სკოლაში. ეს არის პირველი ეტაპი. მაკედან უნდა იფიქრო, მაგ ასაკში გაუშვებ, არ გაუშვებ. 6 წელი უკვე სკოლაში რომ მიდის ბავშვი. უკვე დამოუკიდებლად არის მის გარეშე. შენ გეცვლება უკვე მიდგომა. უნდა შეგეცვლება. სხვა რამეზე ლაპარაკი. ნახე. ეს უკვე ის მიდის მარტოა იქ თელი დღე სწავლობს ვიღაცა მასალებს. კი ბატონო, ახლა მარტოა ბაღში ვტოვებ და ერთხელაც არ ჩავიხედა ვინ კამერაში. ის არის, არ არის ამაში არაფერს ვერ ხედავ მე. მადლობა. საკუთრებულს რა. ეს ვერ გავიდე რას. ეხა გეტყვი, ჩემი ყოფილი ქმარი ბელგიაში ცხოვრობდნენ რაღაც ეტაპზე და მისი შვილი იყო 3 წლის. ნამდვილ ამბავს გიყვები არ ვაჭარბებ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ევროპაში. 3 წლის ირინკას დაუგეგმეს სკოლაში 2 კვირიანი თაში დასვენება. 3 წლის ირინკას მშობლებს ასე პირდაპირ უთხრეს, რომ ჩვენ ხვალ მივდივართ. არც ტელეფონი გვექნება. კომუნიკაციის საშუალება არ ექნება. მომისმინე. შეიძლება მომისმინო და უკვე. შეიძლება რომ მომისმინო? და რა თქმა უნდა, ლევანმა უთხრა იმ წოდას მასწავლებელს, რომ ჩემ შვილს სურდო აქვს და ვერ წამოვა. არავის იქ უმკურნალებთო. ნუ მოკლედ არანაირი გზა არ დაუტოვეს მშობლებს, წაიყვანეს ირინკა 3 წლის 2 კვირის მთაში. ირინკა ჩამოვიდა სულ სხვა ადამიანი, ბევრად უფრო დამოუკიდებელი. რომელმაც ძალიან კარგი დრო გაატარა თანატოლებთან ერთად, რომელმაც პირველად დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა, რომელიც უსაფრთხოებაც აბსოლუტურად დაცული იყო რა. დააშავეს ახლა იმ მასწავლებლებმაც და მშობლებმა. მე საიდან იცოდა ამა რომ იმის უსაფრთხოება იქ დაცული იყო ერთი მიხარი. ირინკას გამო მიხარია ძალიან, მაგრამ ნინაკას მე ვერ გავუშვებდი. 3 წლის ნინას არ მოუკვდებოდი. მისმა მასწავლებელმა ბაღიდან რო დამირეკოს ახლა და მითხრას რომ სურდო აქვს თუ რა ახ არ ვიცი ბარქს უკრავ მე და ხვალ მიმყავს 10 დღით სადღაცო შეიძლება ჭუიდან გადავიდე არ ვიცოდი. ახლა კონტაქტი არ გექნება ტყეში მიყავს ეგეთი რამე მე ვერ და ის კიდე რო წაიყვანონ მაგალითად ბავშვები ხარ რომ მიყავთ შეკრებაზე ყველას არ ვიცი ეგ წესი აქვს თუ არა ტელეფონებს ართმევენ. საღამოს აძლევენ ანიკო და რეკავენ საღამოს ეხა ისე ნუ ამბობ რომ სულ ართმევენ ტელეფონებს. ართმევენ იმიტომ რომ წუთში ერთხელ არ იყოს კი, დედასა და შვილს შორის გულის ამაჩუყებელი დიალოგი. არ მინდა ჩემ შვილთან ლაპარაკი, იმას გავურეკავ თვითონ. წარმოიდგინე, შენაირი რამდენი მშობელი урეკავს? ქუჩას დაურეკავს არა. კარგი, სტუმრის დროა, რომელიც მართლა ყურადღებით სტუმრის სანამ შემოვა კიდევ ერთი თემა მინდა რომ გითხრათ, ეს სულ მინდოდა რომ ეს მეთქვა. ანუ მე და ჩემი მეგობარი წელს წავედით აუზზე. სუსტად აუზზე. ყავს ტოლები შვილები. წავიყვანეთ ორივე აუზზე. მეგან არ მინდა რომ ეგეთი დედა ვიყო. არ გამომდის. ცოტა აღიარებული სჯობს. აუზზე წავედით. ჩემი მეგობარი წამოვიდა ერთგვაროვანი რუჯით ამ ერთღიანი აუზიდან, კაი. მე წამოვიდი, აი ასეთი. იმიტომ რომ ბავშვი წაუღე. ტოლები ყავს, ანუ თავის საცურაო კამერებით, ყველაფერს აღჭურვილობით.
მე არ შემიძლია რომ წამოვწო შეზლონგზე და ჩემს მეგობარს დაველაპარაკო ძიმ იმაზე ზღარბზე და ვიხორხოცო, როცა ვიცი რომ ის სად არის ჩემი ორი წლის შვილი. ნინას წარ გითან აგზნა. საწმობალობა სამაშო არის, ხო? იყო, იქ იყვნა, აბა სად იქნებოდა. როგორ უნდა გააკეთო? აი ესე დაწვედა ცალი თვალით მოისვენო, ახევარმა დაისვენო, ახევარმა არ დაისვენო. ხო, ორ საქმეს ერთად ვერ ვაკეთებ. ამას ვერ ვუსმენდი, იქ მინდოდა. გოგო, ქალებს ერთი რამე შეგვიძლია, კაცებზე უკეთ ერთ-ერთი, ეს არის ბევრი რამის კეთება. მე მოკლედ გავატარე ამ ბავშვებთან სირბილში, ჩემმა მეგობარმა ერთგვაროვანი რუჯი მიიღო. რა ვქნა, ნუ ასე. კარგი, სტუმარი ჯობია რომ მოვიწვიოთ, იმიტომ რომ გაგვეცად რომ ჩვენ სუბიექტურ აღქმებში დამოუკიდებლობასთან მიმართებით ჩვენი სტუმარიან, ანუ ვინ არის ჩვენი სტუმარი არის ძალიან მაგარი ქალბატონი, რომელიც ამას წინათ ვნახე ჩაწერაზე და დამამახსოვრდა ქალბატონი ნანა გოგიჩაიშვილი, რომელიც არის პროფესიონალი და მუშაობს ჩვილ ბავშვებთან და მოზრდილ ბავშვებთან და პროფესიონალური კუთხით დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცოტა ხმამაღალი სამგან მეგონა ბოლოს რომ აღარ შემოხილოს რაღაც თუ უსვენდით. იცით რა, არ მეგონა რომ ეს თემა ასეთი ნებათახელვით ჩაივიდა. მართლა ვიკამათეთ და ცოტა ხმამაღალი საუბარიც კი ქონდა. ცხადია, ორივე ჩვენი სიმართლით ვართ, მაგრამ სხვარი მე მგონი ორივეს დარღვეული გვაქვს. არ ვიცი, სად არის მართლა ის ოქროს შუალედი, რითიც შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანი აღზარდოთ. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით როგორც მოსწვევისათვის, ასეთი აქტუალური თემის გაშერებისათვის. უდაოდ არის, მაგრამ მოდი დავიწყოთ კითხვებით. ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხარისხი ჩვენი შვილების რაში მდგომარეობს? დამოუკიდებლობაში, განებივრებაში, ასაკს აუცილებლად ვითვალისწინებთ, კონტექსტ, სოციალური გარემო, აგრესიულია, ძალადობრივია, კონფლიქტურიაში ალბათ უფრო. თავისუფლები როცა არის. ჩვენ უკვე გავწდით იმას, რომ თავისუფლება არ არის, როცა მინდა, სადაც მინდა, როგორც მინდა. მე ვიცახი შინაგან თავისუფლებას. ნახეთ, კლასიკური თეორიების მიხედვით თუ მივყვებით ამას, რასაც ნანუკა ამბობს, დაბადებიდან წლამდე, წლინახევრამდე არის სამყაროსადმი, ცხოვრებისადმი, მშობლებისადმი ბაზისური ნდობა, უნდობლობის ამაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ არსებობს ის რომ წლინახევრის ბავშვს ყველა საბაზისო მოთხოვნილება აუცილებლად არც კი განიხილება უნდა კონდეს დაკმაყოფილებული. შია უნდა აჭამონ, ცივა უნდა ჩააცვან, აუცილებლად მოფერებაში იზრდება და სხეულის კონტაქტიც აუცილებლად, იმიტომ რომ ამაზეც აღარ დავობთ უკვე რომ უცლად ყოფნის პერიოდში ბავშვს ეს მიზნები სიტყვების ტერმინების ვისწავლეთ უკვე, მაგრამ ქაბატონო დრო რო არ გაგვექცეს. მე პირადად მართლა ძალიან ბევრი ვიფიქრე, რა მინდა ზოგადად ამ ჩემ შვილს, ან რას ვტენი ამ ინფორმაციას, ან რატო ვეჩხუბები და მივედი დასკვნამდე, რომ მე მინდა რომ ეს ადამიანი დამოუკიდებელი გაიზარდოს და ძალიან ბევრი რამე შედის, ხო? კი, თუმცა თვითონ დამოუკიდებლობაშიც რა შედის, ხო? გადაწყვეტილების მიღება. კარტოფილი შეიწვაზა, ხელები დაითუთქოზა, დუღარიზეთი გადაესხას, თუ მართლა მე მეზარება და დედიკობდი რაც მინდა ხო თუ მომწევთ უფლებას. ვიდრე იზრდებოდა მე ვეუბნებოდი რომ ცხელიზეთი წვავს, თქვათ, იქ არ შეიძლება რკინის შეყოფა. ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა. მუდმივად. მაგრამ რაღაც ეტაპზე მივხვდი რომ მისმაგივრად თუ გავაკეთებ ბევრ რამეს, ან ზედმეტად თუ მივაქცევ ყურადღებას, მე მას გამოვაცლი ძალას ბრძოლის უნარიანობის. მე მას ყველა შემთხვევაში ბალიში დავუგებ და მას არ ექნება გამოცდილება წაქცევის, ტკენის და წამოდგომის. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მეტაკლებად მიუშვა, დავაშავე. არა, ჩვენ ვართ ყველანი ინდივიდუალურები, განსხვავებულები და მოდივართ ჩვენი გამოცდილებიდან, ჩვენი და ჩვენი მშობლების ურთიერთობებიდანაც, ხო? მეც მივეცი ძალიან დიდი დამოუკიდებლობა, თუმცა ეს იყო მუდმივად კონტროლირებადი, ისე რომ ისინი არ იყვნენ შეურაცხყოფილი ამით. პირობითად ვეკითხები, რომ წიწიბურას ფაფა თუ შვრიის ფაფა, ორივე ერთზეზე, ორივე კარაქით და არა სოსისი და კვერცხი შემწვარი და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ასაკს რატო აქვს არსებითი მნიშვნელობა? წლინახევრიდან 3 წლამდე არის ინიციატივა ეჭვის ეტაპი, ანუ ერთი კრიზისია 3 წლის ასაკი. და ტერიტორიის გაცნობის და ეს არის ჭვრეტის ხანიდან გადავდივარ ტაცების ხანზე, ყველაფერი მიაქვს. ჩემია ტაცები. და ნახეთ შეიმეცნებს სამყაროს, ცივია, ცხელია თუ ასე შემდეგ. ჭიქაგატეხა არაუშავს გატყდეს, ოღონდ ზიანს ნუ მიიყენებს, მაგრამ ჩვენ ამას ვუხსნით. იმიტომ რომ იგივე განვითარების თეორიის მიხედვით ადლერი გვეუბნება, რომ განებივრება ბავშვის არის დანაშაული ბავშვის წინააღმდეგ. მაგრამ უსაფრთხოებაზე არ არის საუბარი. მაგრამ ნახეთ 3 წლის ბავშვის მეტყველებაში, როდესაც შემოდის მე
მე მინდა, მე უნდა და დედა გამოგლიჯავს, აცმევს, აჭმევს და ასე შემდეგ სრულ კომფორტს უქმნის, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით. არა, მე ორივეს გეთანხმები, მაგრამ იმ ასაკში, რასაც ნანუ აკეთებს. ჩავერთვები, მე იმიტომ რომ მარტო ორნი არ არის, ესენი მე ორნი ჩვენ ორიო იძახის, მაგრამ უყურეთ ესე გაზრდილი ბავში ერთ-ერთი მე მყავს და ძალიან მაგარი ადამიანია დღეს. როგორ აწმევდნენ ყველაფერს უკეთებდნენ თვითონ კაცო არ არის რა ეხა ეგ როგორ იცი უნდა მოექცე როგორ შენ არა უნდა მოექცე როგორ შენთანასწორს როგორიც შენ ხარ ისეთივია ის იმას აკიდან და არავით არის შეზღუდვა რომ მეტყოდნენ სვირინგი მინდა გაიკეთე რაც გინდა ესკენ როგორ მეუბნეოდნენ ამე აქ არის ფსიქოტიპი აქ არის ხასიათი აქ არის აღზრდის თავისებურებები აქ არის ის დამოუკიდებლობის ხარისხი რომ ჭიქას კოვზი რომ მიაგდა ის კოვზი უნდა წაიღოს 3 წლის ასაკში მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ყველაზე მთავარი ჩვენ ტექნოლოგიურ საუკუნეში ვცხოვრობთ და თაობაც მოდის განსხვავებული მზაუნარებით მართალია არ ვიცით ეს კარგია თუ არა ამას დამატებული ის რომ თაობა იზრდება არავის არ ვეხები ასე ინდივიდუალურად შრომითი მიგრაციის გამო თაობა იზრდება დედების გარეშე და ჩვენ გარკვეულ ასე ვთქვათ ბომბი გველოდება წინ რაში როგორ და რა დოზით გამოვლინდება ეს ყველაფერი მაგრამ მაგაზე ბატონ შალვა ამონაშვილი ამბობდა რომ თუ მშობელი არ არის ბავშვთან და ამის მეტწილად წამს როდესაც მშობელი არ არის ბავშვთან ბავშვის აღზრდაზე მუშაობს ის სოციუმი რომელიც მის გარშემოა ის კლასელები ვთქვათ ის მეგობრები რა თქმა უნდა არასდროს არსებითი მნიშვნელობაა მაგრამ მე მინდა სახში რომ მოვდივარ დედა დამხვდეს მე მესმის რომ ეს თითოეული ოჯახის ინდივიდუალური ეკონომიური მდგომარეობა და ეს არ არის ხა ჩვენი თემა განხილვის მაგრამ მე ვამბობ რომ ბავშვს აკლდება ყველაზე მთავარი მე საკმაოდ დიდი პრაქტიკა მაქვს და განქორწინებულ ოჯახებში ბავშვთა ფსიქოემოციური მდგომარეობის დიაგნოსტიკასაც ვახდენ და თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რას განიცდიან ბავშვები ამ დროს თუ მათთვის გასაგებ ენაზე არ არის მიწოდებული ეს ინფორმაცია რომ შენ ისევ ერთი დედიკო გეყოლება შენ ისევ ერთი მამიკო გეყოლება უბრალოდ ისინი იცხოვრებენ ცალსაკე 6 წლის ბიჭი მეუბნება ეხლა რომ მეო დავგეგმეო ფეხბურთზე ეხლა მივალო დედიკოსაც დავიბარებო მამიკოსაც და შევარიგებო მე გადავრეკე მშობელთან რომ არასწორი მოლოდინები არ კონდეს ბავშვს ჩამოყალიბებული და უფრო დიდი მედგაცრუებაზე არ გამოვიდეს აღმოჩნდა რომ დედას უკვე ახალი პარტნიორი ყავს მამას ახალი პარტნიორი ყავს ბავშვმა არ იცოდა ეს ამიტომ ნახეთ ტრავმატიზაცია ბავშვობის და ჩვენ ახლა ძალიან როგორ ვთქვა აქტუალური თემა გახდა ხო ბავშვობის ტრავმები შინაგანი ბავშვი და ასე შემდეგ რომელიც კომპენსაციას არ ექვემდებარება არასოდეს არაფრით თითქმის არასოდეს თითქმის თუ შესაძლებელია რა თქმა უნდა აბა ისთვის ვარსებობ ჩვენ ხო ვმუშაობთ ამაზე მაგრამ როგორც ამბობენ ხო ბავშვობაში თუ არ ქონდა ველოსიპედი დიდობაში მარკავს მნიშვნელობა არ აქვს. ბავშვობაში მაინც არ გყავდა ველოსიპედი, ხო? მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმებით ნანუკა, რომ უსაფრთხოება, დაცულობა, სიყვარული. ნახეთ, ისევ გავდივართ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში გაზრდილი ბავშვი არის ბედნიერი ბავშვი. და ლაღი. ლაღი ბავშვი, დამოუკიდებელი ბავშვი. ხა 16 წლის ამ არ უნდა კითხოს, ზედიკო, ყავა დავლიო თუ ჩაი დავლიო, რომელიც არა, ნახეთ, ეხლა ჩვენ მაგრამ ნახეთ, ძალიან დიდი ბოდიში. აი პროფესიული არჩევანის წინ რო დგება, ხო? არსებობს სპეციალური კითხვარები, ტესტები. ის არა რომ მე ექიმიშვილი ექიმი უნდა გამოვიდეს და თუმცა ეგ დროც გავიარეთ. რა თქმა უნდა, ესეც იყო, ხომ? ესეც სოციალური გავლენების თემაა და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტს გეტყვით, მოკლედ. სოციალური გავლენის შესახებ. ეს არის ბანდურას ძალიან ცნობილი თოჯინა ბობოს ექსპერიმენტი. არის 3 ჯგუფი, ერთ ჯგუფს აყურებინებენ, როგორც სცემენ ამ თოჯინას. ეს არის გაბერიელი კაცუნა, ღიმილიანი კაცუნა. იქ ზოგი წიხს ურტყავს, ზოგი ჩაქუშს ურტყავს. იგივე ბავშვები იმეორებენ იგივე ქცევას. მეორე ჯგუფს აყურებინებენ, როგორ ეფერებიან. მიდიან და ეფერებიან და საკონტროლო ჯგუფს არც ერთს აყურებინებენ და არც მეორეს. მიდიან და კვლევა იწყება ამისი, რომ ვინ არის, როგორია, შეიძლება შევეხო თუ არა. შესაბამისად, ნიმუში ჩვენი ქცევა, ჩვენ როგორ ვექცევით. ესენი ჩემი შვილები არიან, მიზანი რა არის? წარმატებული შვილი თუ ბედნიერი? ბედნიერი შვილი. რა თქმა უნდა, ცალსახად ბედნიერი. თუმცა, ჩემს აღქმებში ჩემი შვილი შემოვიდა როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, თუ არა, მე რასაც გეტყვით, ნახეთ, წყლის მიმწოდებელს ვიჩენ. ეს კითხე ზუსტად. მარტო ყოფნის მეშინია და იმიტომ ვიჩენ. ღვთის
სასწაულად აღვიქვავ ამ პატარა ადამიანებს, რომელთან მიმართებაშიც რა თქმა უნდა უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება, ხო? ეხლა უამრავ თეორიაში რა თქმა უნდა აი ეს ასაკი არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ ფროიდია თუ ნებისმიერი სხვა თეორეტიკოსი და კლასიკოსი ფსიქოლოგი სწორედ ამ ასაკზე აკეთებს აქცენტს, ღრუბელივით იწოვს ყველა ინფორმაციას, რომლის დაკორექტირებაც მე ამბობენ რომ 1-დან 7 წლამდე სრულდება ადამიანის ჩამოყალიბება, ის პარადიგმა ზოგადად. ჩამოიწია აქსელერაცია. მე ხო ჩვენ რო ვამბობდით რომ 3 წლის ასაკში არის პირველი კრიზისი, ეხლა შემოვიდა წლინახევრამდე ჩამოვიდა და მე ის გეუბნება წლინახევრის ბავშვი და ჩვენ ეს უნდა მივიღოთ. არა მე უნდა ჩაგაცო, არა მე უნდა გაჭამო და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფრის საფუძველი არის სიყვარული. სიყვარულის გარეშე ყველაფერი ფას კარგავს. მადლობა მობრძანებისთვის. ვიყავით მართლები არა, თქვენ გადაწყვეტეთ და ძიმა დაანონსე შენი გადაცემა. მოდი ჩემო სიცოცხლე. სპორტი იმედზე სულ რაღაც 5 წუთში. ვარაზეც ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თავარია სამთრის ახალგაზრდა ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობთ სამქალაქში საქართველოსი და ამას გავშლით ამ თემას როგორ ვიზადებით. მადლობა ყურადღებისთვის. დიდი მადლობა. კვირამდე.